გამარჯობათ. დღეს ჩვენ განვიხილავთ ევროპის კონტინენტის ქვეყნების დემოგრაფიულ ვითარებასა და დემოგრაფიულ პერსპექტივებს. დავიწყოთ გაერთიანებული სამეფოთი. გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის რაოდენობის მატება განსახილველ პერიოდში გარკვეულ ცვალებადობას განიცდის, თუმცა საერთო ის არის, რომ მოსახლეობის რაოდენობის მატების ტემპი დაბალია. მოსახლეობის რაოდენობის ფორმირების ძირითადი კომპონენტია 1995 წლამდე ბუნებრივი მატება, ხოლო შემდეგ პერიოდში საერთაშორისო მიგრაცია. ახალგაზრდა მოსახლეობის წილი განსახილველი პერიოდის დასაწყისიდან დაბალი იყო და 1975 წლის ჩათვლით 23-24% შორის მერყეობდა. მომდევნო წლების შემდეგ 1985-2000 წლებში ახალგაზრდა მოსახლეობის წილი 19%-ის ფარგლებშია, ხოლო 2005 წლიდან 17%-ის ფარგლებში. ამდენად ახალგაზრდა მოსახლეობის წილი თანდათან განიცდის კლებას და გარკვეულ პერიოდებში სტაბილურია. უკვე განსახილველი პერიოდის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა დაბერებული იყო. შემდგომ წლებში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი თანდათან მატულობდა და დღეისօთ დაბერების მაღალ დონეს აქვს ადგილი, რასაც ჩვენ მოწამლ-ცხრილში ვხედავთ, რომ აღემატება 16%, 17%-საც კი. მომავალში დემოგრაფიული დაბერების დონე კიდევ უფრო გაიზრდება და სადღაც გაეროს ექსპერტების პროგნოზით 2050 წლისათვის დაახლოებით 23%-ის ფარგლებში იქნება პროგნოზის საშუალო ვარიანტიდან გამომდინარე. რაც შეეხება შობადობას, შეიძლება ითქვას, რომ 1950-1970 წლების პერიოდში შობადობის დონე ცვალებადობას განიცდიდა. ცალკეულ წლებში ის იზრდება კიდევაც, თუმცა 1970-იანი წლების დასაწყისში მცირდება და 1973 წლიდან შობადობის დონე ვერ უზრუნველყოფს თაობათა განახლებას. აღსანიშნავია, რომ 1975 წლიდან დღემდე შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2-ზე ნაკლებია და 1,7-1,8 ფარგლებშია და ახლო მომავალში მოსალოდნელია მისი სტაბილიზაცია 1,85 ფარგლებში, როგორც ამას გაეროს ექსპერტები ვარაუდობენ. და ასეთი მდგომარეობა, მეტნაკლები შეიძლება უნიშნელო ცვალებადობით, შენარჩუნებული იქნება განსახილველი პერიოდის ბოლომდე. რაც შეეხება მოკვდავობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას, განსახილველი პერიოდის დასაწყისიდან 2000 წლამდე მოკვდავობის საერთო დონე 11-სა და 12-ის ფარგლებში იყო მოსახლეობის 1000 სულზე. შემდეგ პერიოდში მოკვდავობის საერთო დონე, ანუ მოსახლეობის 1000 სულზე გარდაცვლილთა რაოდენობა ამდენადმე მცირდება და სადღეისოდ სადღაც 10 პრომილის ფარგლებშია. მოსალოდნელია, რომ 2020-იანი წლებიდან მოკვდავობის საერთო დონე დაიწყებს მატებას, თუმცა ამ პროცესს თანდათანობითი ხასიათი იქნება და სავარაუდოდ 2050 წლისათვისაც კი არ გადააჭარბებს 11 პრომილს, ანუ გარდაცვლილთა რაოდენობას 11 მოსახლეობის 1000 სულზე. შვილთა მოკვდავობას კლების ტენდენცია ახასიათებს და სადღეისოდ ძალიან დაბალ დონეზეა. უკვე განსახილველი პერიოდის დასაწყისში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაერთიანებულ სამეფოში არ იყო დაბალი.
შემდეგ პერიოდში სიცოცხლის ხანგრძლივობა განიცდას და სადღეისოდ საკმაოდ მაღალია. ზრდის ტენდენციას სიცოცხლის ხანგრძლივობისას იგულისხმება მომავალშიც ექნება ადგილი. რაც შეეხება მოსახლეობის ბუნებრივ მატებასა და აღწარმოებას, უნდა ითქვას, რომ განსახილველი პერიოდის დასაწყისიდან დღემდე ბუნებრივი მატება ცვალებადობას განიცდიდა. ამას კარგად ვხედავთ მოტანილი ცხრილიდან, თუმცა ისედაც დაბალი იყო. მოსალოდნელია, რომ უახლოესი წლებიდან ბუნებრივი მატებისათვის დამახასიათებელი გახდება მუდმივი შემცირების ტენდენცია. თუმცა სავარაუდოდ, როგორც ამას გაეროს ექსპერტები იძლევიან პროგნოზს, 2050 წლისათვისაც ადგილი ექნება უმნიშვნელო სიდიდის ბუნებრივ მატებას. 1973 წლიდან დამკვიდრებულია მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი. არსებითია ის, რომ უკვე სადღაც 2000 წლამდე და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ 1980 წლამდეც კი მიღწეული იქნა მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ძალიან მაღალი ეკონომიურობის დონე. საერთაშორისო მიგრაციას თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან გაერთიანებული სამეფო იმიგრაციულ ქვეყანას წარმოადგენს, ანუ გაცილებით მეტი ჩადის, ვიდრე გადის ქვეყნიდან. მიგრაციის ინტენსივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება 2000-იანი წლებიდან. ჩვენ ხედავთ, რომ როგორც აბსოლუტურ რიცხვებში, ისე კოეფიციენტებიცაც სადღაც 200,000-ის ფარგლებშია დაწყებული 2000-იანი წლებიდან საერთაშორისო მიგრაციის სალდო და დადებითი მნიშვნელობა აქვს. ვარაუდობენ, რომ სადღაც 170,000-180,000-ის ფარგლებში იქნება უახლოესი პერიოდიდან მიგრაციის საერთაშორისო სალდო, ხოლო კოეფიციენტის მნიშვნელობით სადღაც 2,5-3 პრომილეს ფარგლებში. რაც შეეხება დემოგრაფიულ გადასვლას, ძალიან მოკლედ რომ შევჩერდეთ მასზე, შეიძლება ითქვას, რომ გაერთიანებული სამეფო დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ იმ ქვეყანას მიეკუთვნება, რომელიც მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპზე მე-18 საუკუნის ბოლოს იწყებს ჯერ კიდევ გადასვლას. სადღეისოდ ის მეოთხე ფაზაში იმყოფება. აღსანიშნავია გადასვლის თანდათანობა და ფაზათა ხანგრძლივობა. ამასთან შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმის დიდი ხნის მანძილზე ყოფნასაც უნდა ითქვას, რომ მიმდინარეობდა, ჩვენ ხედავთ ახლა მოცემულ დიაგრამაზე, რომ პრაქტიკულად უკვე 2000-იანი წლებიდან რაღაცა უნიშნელო ცვალებადობას განიცდის, ხოლო სადღაც 2050 წლისათვის პრაქტიკულად ძალიან მცირე განსხვავებაა შობადობასა და მოკვდაობას შორის. მოკლედ ესპანეთის დემოგრაფიული ვითარების შესახებ. ესპანეთის მოსახლეობის რაოდენობის მატება საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა. 1950-1980 წლებში და ხოლო 1980 წლიდან კიდევ უფრო ნელდება მოსახლეობის მატების ტემპი. გარკვეული ზრდა 2000-იანი წლებიდან შეინიშნება, რასაც ძირითადად მიგრაცია განაპირობებს. მოსახლეობის რაოდენობის ფორმირების ძირითადი კომპონენტი 1950-1990 წლებში ბუნებრივი მატება იყო. 1990 წლებიდან ძირითად კომპონენტად უკვე საერთაშორისო მიგრაცია გვევლინება. ახალგაზრდა მოსახლეობის წილი 1950-1975 წლებში არ იყო მაღალი.
თუმცა სტაბილურობით გამოირჩეოდა და 27%-ის ფარგლებში იყო. შემდეგ ახალგაზრდა მოსახლეობის წილი თანდათან კლებულობს, თუმცა 2010 წლისათვისაც უნიშნელოდ მატულობს და ეს მატება მოსალოდნელია 2020 წლის პერიოდის ჩათვლით. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილით ესპანეთი უკვე 1950 წლისათვის იმყოფებოდა დაბერების საწყის სტადიაზე. შემდეგ პერიოდში დემოგრაფიული დაბერება უფრო მაღალ დონეს აღწევს. სადღეისოდ 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი საკმაოდ მაღალია და მოსალოდნელია, რომ მომავალში კიდევ გაიზრდება. გაეროს ექსპერტების ვარაუდით 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი ესპანეთში განსახილველი პერიოდის ბოლოსათვის 32%-ს მიაღწევს პროგნოზის საშუალო ვარიანტიდან გამომდინარე. რაც შეეხება შობადობას, 1950 და 55 წლებში შობადობის არსებული დონე 1955 და 1960 წლებში იზრდებოდა. შემდეგ ისე მცირდება და 1975 და 1980 წლებში 1950 და 1955 წლების დონეზე დადის. 1991 წელს შობადობა კლებულობს დონემდე, რომელიც საკმარისი აღარ არის თაობათა განახლებისათვის. შემდეგ წლებში შობადობა განაგრძობს კლებას და მხოლოდ 2000-იან წლებში იწყებს რამდენიმე მომატებას. აღნიშნული მატების ტენდენცია მომავალშიც შეიძლება გაგრძელდეს, როგორც ამას გაეროს ექსპერტები თვლიან, მაგრამ ვერ მიაღწევს დონეს, რომელიც საკმარისია თაობათა განახლებისათვის. ანუ ესპანეთში პრაქტიკულად 1980-იანი წლებიდან დამკვიდრებულია მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი. მოკვდაობის საერთო დონეს კლებას განიცდიდა, ხოლო 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან გარდაცვლილთა რაოდენობა მოსახლეობის 1000 სულზე რამდენადმე იზრდება და 1995 წლიდან დღემდე სადღაც 9 ფარგლებშია მოსახლეობის 1000 სულზე. მომავალში მოსალოდნელია მოკვდაობის საერთო დონის ზრდა, თუმცა ეს და თანდათანობითი ხასიათის იქნება. რაც შეეხება ჩვილთა მოკვდაობას, მას კლების ტენდენცია ახასიათებდა და სადღეისოდაც ახასიათებს და იგი საკმაოდ, როგორც ხედავთ მოტანილი ცხრილიდან, დაბალ დონეზეა. ექსპერტების აზრით, მომავალში კვლავ ექნება ადგილი შვილთა მოკვდაობის შემცირებას, თუმცა უკვე არა ისეთი მნიშვნელოვანი ტემპებით, როგორც ადრე და წარსულში, ვინაიდან პრაქტიკულად ძალიან დაბალ დონეზეა და თითქმის ყველა რეზერვი კლების თვალსაზრისით ამოწურულია. სიცოცხლის ხანგრძლივობას დის ტენდენცია ახასიათებს და სადღეისოდ საკმაოდ მაღალია. მომავალში მოსალოდნელია მისი შემდგომი ზრდა. რაც შეეხება მოსახლეობის ბუნებრივ მატებასა და აღწარმოებას, მოსახლეობის ბუნებრივი მატების ძირითადი ტენდენცია მისი შემცირებით გამოიხატება. მოსალოდნელია, რომ 2025-2030 წლებიდან ბუნებრივ მატებას კლება შეცვლის. მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების რეჟიმი უკვე 1980-იანი წლებიდან მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმით იცვლება, რომელსაც დღესაც აქვს ადგილი და სამომავლოდაც იქნება გაბატონებული მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი. საერთაშორისო მიგრაციასთან უნდა ითქვას, რომ 1950-1960
1970 წლების პერიოდში ესპანეთისათვის დამახასიათებელი იყო მიგრაციის უარყოფითი სალდო, რომელიც 1970-1980 წლებში უმნიშვნელო დადებითი საერთაშორისო მიგრაციის სალდოთი შეიცვალა. 1990 წლებში ისევ უარყოფით სალდოს აქვს ადგილი. 1990-იანი წლებიდან და სავარაუდოდ, როგორც ამას გაეროს ექსპერტები ფიქრობენ, განსახილველი პერიოდის ბოლომდე ესპანეთისათვის დამახასიათებელი იქნება დადებითი სალდო. ჩვენ ვხედავთ, რომ მოახლოეს წლებში ის გადააჭარბებს 250,000 და ასეთი იქნება 2020 წლამდე. შემდგომში იგი იქნება სადღაც 140-150,000-ის ფარგლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2000-იანი წლებისთვის ჩვენ ვხედავთ რამხელა სიდიდის სალდოს აღწევს კერძოდ 2000-2005 წლებში საერთაშორისო მიგრაციის დადებითი სალდო. დემოგრაფიულ გადასვლასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთი მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის მეორე ფაზა ესპანეთში 1980-იანი წლების შუა პერიოდამდე გაგრძელდა. ფაზათა შორისი პერიოდის შემდეგ 1980-იანი წლების ბოლოდან მესამე ფაზა იწყებს დადგომას, რომელიც 2000-იან წლებამდე გრძელდება. ფაზათა შორისი პერიოდის შემდეგ 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან ხდება მეოთხე ფაზაში გადასვლა, რომელიც სავარაუდოდ 2020-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით გაგრძელდება. ტიპთა შორისი პერიოდის შემდეგ 2030-იანი წლებიდან გაეროს ექსპერტების გამომდინარე მონაცემებიდან მოსალოდნელია მოსახლეობის აღწარმოების უახლეს ტიპზე გადასვლა. ამას